გამარჯობა მოგესალმებით. შემდეგი საკითხი არის თქვენთან ბერძნული კოლონიზაცია, პოლიტიკა, ბერძენ სპარსელთა ომები, ბერძნული კოლონიზაცია, პოლისების მე დაარსებული ბერძნული კოლონიებია და ასე ვქვია კოლონიზაცია რა მოკლედ. პოლიტიკურ გაძლიერებას ბერძნების მატერიალური მოხმობის გაზდაც მოყვა ბუნებრივია, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მარტო საკუთარი ტერიტორია საკმარისი აღარ იყო, ამიტომ ძველი წელთაღრიცხვის მერვე, მე-7, მე-6 საუკუნეებში ფინიკელებს მიბაძეს მათ, ფინიკელებმა დაიწყეს თავიდან ეს დასახლებების შექმნა და უცხო ქვეყნებში ახალი ტერიტორიების ძიება და ათვისება ნიშნავს, რომ იქ დასახლებული იყო თვითონ. უბრალოდ უნდა ყოფილიყო ზღვის პირზე აუცილებლად. ამ ტერიტორიებზე ბერძნები არსებდნენ ახალაშენებს, ანუ ახალ დასახლებებს, ანუ იგივე კოლონიებს მათ ენაზე და სწორედ ამ კოლონიების დაარსების პროცესს ქვია კოლონიზაცია, ანუ დაარსების ზოგჯერ შეიძლება ვთქვი კოლონია, კოლონიზაცია ერთმანეთში. კოლონია არის დასახლებული პუნქტი და კოლონიზაციას ქვია დასახლების პროცესს ქვია კოლონიზაცია. საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაარსეს ფაზისი, ფოთის მახლობლად, გიენოსი ოჩამშირის მახლობლად, დიოსკურია სოხუმის მახლობლად, პიტიონი ბიჭუდის მახლობლად, ესენი ვიცოდეთ ჩამონათვალი. ასევე დაარსეს ჩრდილოეთ შავი ზღვის პირეთში, მაგალითად დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე, ოლვია, ხერსონის ტერიტორიაზე, ხერსონესი, პანტიკაპეიონი, შავი ზღვის პირეთში, მაგალითად აი დღეს რომ სტამბოლია, მან დაარსეს ბიზანტიონი. და ეს ახალშენები ერთ რომელიმე პოლის ეკუთვნოდა ხოლმე, მაგალითად თუ დაარსებდა კორინთოს ეკუთვნოდა და კორინთო ამ შემთხვევაში იქნებოდა მეტროპოლია ამ კოლონიისთვის, დედაქალაქი, ანუ ქართულად. ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად იმორჩილებდნენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ კოლხეთში მათ არათუ ვერ შეძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით თავად მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ მაგრებივად, აი ხე ისეთი მაგრებივად, რომ ჩვენ მოვაქციეთ, ჩვენ და თავიყავით იმ დროს, მაგრამ ჩვენ წინაპრები ხო იყვნენ რა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა ბევრი ადგილობრივი ქალაქიც არსებობდა, სხვადასხვა არის თქვით რომ მარტო ისინი არსებდნენ და ძალიან ბევრი მიღწევა ჰქონდათ ამ ქალაქებს. მაგალითად, დღევანდელი ქალაქ ვანი რო გათხარეს, სოფელი დაბლაგომი, საირხე სოფლები ესენიც ვანი ქალაქია, საირხე დაბლაგომის სოფელი არის. დღევანდელი ქუთაისის მახლობლად აია იგივე კვიტაია. ქალაქების ნაშთები აღმოჩნდა საოცარი ინფრასტრუქტურით და ნუ მოკლედ მაგრები იყვნენ რა ქართველები რა ვიყავით მოკლედ. ხო და ეხლა აქ რას გავიგებთ ბერძნულ კოლონიზაციაში რას მიახსენებთ ყველას, ანუ რა იყო კოლონიზაცია და რა განაპირობებდა მას, რომელი ახალშენი დაარსეს ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე. რას წარმოადგენდა ახალშენი და მეტროპოლია, როგორ დამოკიდებულება ქონათ მოახალშენებ ბერძნებს დამხტոր მოსახლეობასთან და რომელი ადგილობრივი ქალაქები, მნიშვნელობის ქალაქები არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის სულ ბერძნული კოლონიზაცია. ესე იგი, პირველად ჩვენ ვილაპარაკებთ ათენზე, ეხლა ვილაპარაკებთ ბერძნული კოლონიზაცია, ადრე ცოტა ისეთ გაყოფილი იყო ხოლმე საკითხები, ხა შეერთებული აქვს ამ პროგრამის მიხედვით. ეხლა გადავდივართ ბერძენ სპარსელთა ომებზე და დიდი როლი გამოვიდეს ეს თემა, ამით დავამთავროთ. მოკლედ სპარსეთის მეფე დარიოსმა, რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ, თავის უზარმაზარ სამეფოს იონიური საბერძნეთით შეუერთა, ანუ ცირიაზის ბერძნული პოლისები, დასავლეთი ცირიაზის ნახევარკუნძულისა არის იონიური საბერძნეთი, იონიას ეძახდნენ. ანუ დაიპყრო რა ბერძნული პოლისები. ამ პოლისებმა სპარსელთა წინააღმდეგ მოაწყვეს აჯანყება, რაც მარცხით დამთავრდა, თუმცა მანამდე აჯანყებულებს ეხმარებოდა ათენი, რომელსაც უკვე ვიცნობთ და გავიცანით წეღან. ამის გამო დარიოსმა გადაწყვიტა შური ეძია ათენზე და პირველმა თავისი ჯარი საბერძნეთში შეიყვანა, პირველად მას შეიყვანა თავისი ჯარი. დაიწყო ბერძენ სპარსელთა ომი. ეს ხდება ქრისტიანული 490-ზე, როდესაც სპარსელთა ხომალდები ათენის მახლობლად ეგეოსის ზღვის ნაპირებს მიადგნენ, ისრებითა და შუბებით შეერაღებული თავიანთი უკვდავი არმიით, გიცით თქვენ რომ უკვდავები ერქვათ 20,000 სპარსელი მეომარი შევიდა იქ წყაროების მიხედვით. ათენთან ეს ადგილი მხოლოდ 42 კილომეტრით იყო დაშორებული. და ამის გაგებისთანავე, რა თქმა უნდა, შეიგრიბნენ ბერძნები, ათენელები და სპარტას ხოვა მეორე ქალაქს სახელმწიფოს ათენმა დახმარებას, მაგრამ ის არ მიეხმარა, თუ არ უნდა ათენელების სათავეში ყოფილიყო, ათენელები ყოფილიყო მათ სათავეში. ათენელების განლაგებას, ანუ რა ასე ვთქვათ, წყობას ერქვა ფალანგები და ესე ფალანგად დაეწყნენ და გაეშორნენ ისინი მტრის შესახვედრად და გაიმართა რა თქმა უნდა ხელჩართული ბრძოლა, საოცარი ბრძოლა მარათონის ველზე, მარათონის ბრძოლის სახელით არის ეს რა თქმა უნდა ცნობილი და იქ გარკვეული ტაქტიკები გამოიჩინეს, ამაზე ხა აღარ შევჩერდებით, თუ ჩემთან მე რაღაცა გაავავს სააბიტურიენტო ურთიერთობას მათთან, მის შევჩერდები რა შეჩერდი რა თქმა უნდა დაწვრილებით, იმიტომ რომ ეხლა დღეს არ გადაგხლებთ. გაიმარჯვეს ათენელებმა მარათონის ველზე და გააგზავნეს შიკრიკი. რომელსაც მათი გამარჯვების ამბავი უნდა ეხარებინა ათენელებისათვის. ამ მებრძოლმა მთელი გზა მარათონიდან ათენამდე შეუსვენებლად ირბინა და ქალაქში შევიდა. გავიმარჯვეთ და დაეცა. რას იზავდა ეხლა თალი იარაღი ხონა თან, იარაღი მოიხსნა, მე იფიქრებდნენ რომ გამოიქცა ბრძოლის ველიდან. მაგრამ ათენელებმა სპარსელებმა ვერ მოინელეს ეს და ქრისტეს შობამდე 480 წელს
დარიოსის მემკვიდრის ქსერქსეს მეთაურობით კვლავ გაემართნენ საბერძნეთისაკენ. რას ქვია, ჩვენ ესეთი ძლიერი ქვეყანა დავმართეთ, ეხლა რუსეთი რო დამართეს რომელიმე პატარა ქვეყანასთან ესეთი რაღაც მდგომარეობა იყო, წარმოიდგინეთ. და ამჯერად უკვე ქსერქსეს წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული პოლისი, ბერძნული ქალაქ სახელმწიფო შეიკრიბა. სპარტას ჩაერთვებდა რომ მიხვდნენ პრობლემათაც ექნებოდა და გადაწყვეტეს გამაგრებულიყვნენ თერმოპილეს გასასვლელში. დაიმახსოვრეთ და თერმოპილეს ბრძოლა შეიძლება ასე შეხვდეთ. აქედან მტრის შეჩერება შეუძლებელი იყო, უარესი ის იყო რომ ბერძენთა კარგი ის იყო რომ ბერძენთა რას მეთაურობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი განთქმული მეომარი, მისი მეომრები და დიდხანს იგერიებდნენ მტრის შემოტევას, მაგრამ მას მერე რაც მტერმა უკან გაბრუნება გადაწყვიტა ერთმა მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა შემოვლითი გზით და ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს სპარსელებმა ბერძნებს. ლეონიდასმა მხოლოდ 300 სპარტელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს უკან დახევა უბრძანა. ეს 300 სპარტელი სისხლის ბოლო წვეთამდე როგორც იტყვა ხოლმე იბრძოდა, მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად დაიღუპნენ ველზე. ამაზე სხვადასხვა ფილმი არსებობს, რამდენიმე ვერსია თუ არ ვთქვი, 300 სპარტელზე ძველი გადაღებაც არის, ახალი და ნახეთ რა საინტერესოა ესა. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარი ათენისაკენ გაეშურა, სარდალ თემისტოკლეს ჩაუყენეს სათავეში და მისი აზრით ათენი ვერ გაუმკლავდებოდა მტერს. უმჯობესი იყო ბრძოლის გამართვა რა ხმელეთზე, არამედ ზღვაზე, რატომ იყო ხმელეთზე მაგრები იყვნენ სპარსელები და ზღვაზე ათენელები. ათენის მოსახლეობამ გაითვალისწინა სარდლის რჩევა და ქალაქი დატოვა. ქალები, ბავშვები, მოხუცები უხიფათ ადგილას გაიხიზნენ, გადასახლდნენ. ანუ ბრძოლის უნარიან მამაკაცებმა ხომალდებით მიაშურეს კუნძულ სალამის, მათ ხომალდებს ერქვა ტრიერები, ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ და თემისტოკლე ფიქრობდა რომ სპარსელებთან ბრძოლა გადამწყვეტი უნდა გაემართა, ესე ვთქვათ, ზღვაში როგორც უკვე თქვით, და პრობლემა დაცერერებულათანი ქალაქი ათენის ქრისტეს შობამ 480 წელს გაძარცვეს, დაანგრიეს, გადაწვეს, ხალხი ოღონდ ვერ ნახეს იქ. თემისტოკლეს უნდა და მტრის სალამინის ვიწრო სრუტეში შეეტყვებინა. სალამინის კუნძულია რუკაზე ნახეთ. ხედართავარ მასეთი ჭკვიანურ ხერხს მიმართა. ქსერქსესთან გაგზავნა თავისი უერთგულესი პირი და მან სპარსელთა მეფეს აცნობა რომ ბერძნები სალამინიდან გაქცევას აპირებენო. აიგეთ, სალამინიდან გაქცევას აპირებენო. მოატყუა მოკლედ. თემისტოკლეს წარგზავნილმა ქსერქსეს ურჩია შეტევა დაუყოვნებლივ დაეწყო. ვითომ მოღალატე, იმას ხომ მოღალატე ეგონა, რატო არ ეგონებოდა, ხო უღალატეს ცოტა ხნის წინა რა, ლეონიდას. თუ ბერძნები კუნძულს დატოვებდნენ, მაშინ ქსერქსეს სხვადასხვა მხარეს გაფანტული მოწინააღმდეგის დევნა მოუწევდა და ომი დიდ ხანს გაგრძელდებოდა. ქსერქსემ მეორე დღესვე თავისი მრავალრიცხოვანი ფლოტი სალამინის სრუტეში შეიყვანა. სპარსელების დიდმა და მაღალმა ხომალდებმა ვიწრო სრუტე თითქმის გაავსეს. ისინი ძლივს მოძრაობდნენ, ელინთა პატარა და დაბალი ხომალდები კიდევ ტრიერებით ზევან რო ვახსენეთ, სწრაფად და თავისუფლად დაცურავდნენ, ესე მაგათ მიდიოდნენ, მახვილი ცხვირით ეჯახებოდნენ სპარსელთა ხომალდებს და ლეწდნენ თუ ლეწავდნენ, ეს გაარკვიეთ აბა ქართულის მასწავლებლებთან. თემისტოკლეს გეგმის წყალობით ბერძნებმა სპარსელთა უზარმაზად და ძლიერ უფრო კიდევ ერთხელ ძლიერეს მეორედ უკვე ამჯერად დამარცხებული ქსერქსე თავისი უდიდესი ლაშქრის ნაწილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა კუდამოძუებული. ვულოცავს ბერძნებს გამარჯვებას. მოხდა ხა ცოტა მიწის რა აწუხებთ მე მგონი. სპარსელთა ჯარის დარჩენილი ნაწილები კი ბერძნებმა ქრისტეს შობამდე 479 წელს ქალაქ პლატეასთან ეს იყო დიდი სერიოზული ბრძოლა დაამარცხეს პლატეასთან და მტერი ძვლებული გახდა საერთოდ დაეტოვებინა საბერძნეთი. საერთოდ. ქრისტეს შობამდე 459 წელს ზავით სპარსეთმა ცნო ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დამოუკიდებლობა. სპარსეთის ფლოტს საერთოდ აეკრძალა ეგეოსის ზღვაში ცურვა, თუმცა შემდგომ ის მაინც მოახერხა რომ ერთმანეთს გადაკიდა ბერძნული პოლისები, მაგრამ ეს მე მგონი საკითხებში აღარ შედის. აქ მივაქცევთ ყურადღებას, რა წინა მიზეზები ჰქონდა მარათონის ბრძოლას, რა იყო ეს იონური საბერძნეთი, როგორ რა შედეგები მოყვა მარათონის ბრძოლას, შემდეგ უკვე რა გააბრაზა ქსერქსე, როდის შემოიჭრა ის თავიდან, ლეონიდას ვახსენებთ უეცოდინება და თერმოპილესთან ბრძოლის შედეგები და დამარცხების მიზეზები, მე თემისტოკლეს გეგმა, რა გეგმას მიმართა მას ათენს რა ბედი ეწია და თემისტოკლეს კიდევ ერთი ხრიკი ჰქონდა და ეს ხრიკიც რა იყო, როგორ წარიმართა მე ბრძოლა სალამინთან, მე როგორ წარიმართა ბრძოლა პლატეასთან რა შედეგები მოყვა მას და საბოლოოდ როგორ დასრულდა ბერძენ-სპარსელთა ომი.